wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. Coming true. Oh, a kiss I wish for coming true. Oh, a kiss I wish for coming true. Well, this day is too long for a patience that's not strong. Oh, a kiss I wish for coming true. A heart that I'd sing like I never sung before. Oh, a song that I'd sing like I never sung before. Well, this day is too long for a patience that's not strong. Oh, a song that I'd sing like I'd never sung before. From that school where I first met you, to the edge of Big Room Road, I'll wait for you in Central Station. Protect you from the escargot. A wedding with no wedding dress. You and me and a witness. I don't need a witness. A kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. Coming true. Oh, a heart that's as full as it's never been before. Oh, a heart that's as full as it's never been before. Well, the days pass by in the blinking of an eye. Oh, a heart that's as full as it's never been before. From that school where I first met you, to the edge of Big Room Road, I'll wait for you in Central Station. Protect you from the escargot. A wedding with no wedding dress. You and me and a witness. I don't need a witness. Well, a kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. A kiss I wish for 4 weeks coming true. Coming true. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბრიტანელი არტისტები მთელ მსოფლიოში დადიან და ბედნიერებას აგროვებენ და ეხლა ჩამოვიდნენ აქ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული წილი დიდი ბედნიერების გვაქვს ჩვენ ახლა, იმიტომ რომ დაიწყო თეატრალური ფესტივალი. არიან თეატრალური ფესტივალის სტუმრები, წინა აქვს სპექტაკლი
და მე ვიცი რომ კონკრეტულ ბედნიერ მოგონებებს აგროვებენ, იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში იყო იმის საშუალება, რომ ქართველებს გაეზიარებინათ მათთვის ბედნიერი წუთები საკუთარი ცხოვრებიდან და ბედნიერების რუკაზე ეს ქართული მოგონებები ტერიტორიაც აღინიშნება, ასე ვთქვათ. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, უხილავი ჯგუფი და კომპანია იმედი და სოციალური ასეთი პროექტი გახლავთ, რომელსაც იხილავთ თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. მსახიობები რიჩარდ ვან ბურტონი, ვიქტორია პრეტი, ბენ იტონი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი ჩვენი გადაცემის სტუმრები დღეს. თანაბედნიერი არის განასახლებელი ჩვენა ვართ ეს არაორდინალური ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ჯგუფია წარმოდგენა ფესტივალის ფარგლებში, ხო? რაღაც სინთეზია მუსიკისა და თეატრის, მე როგორც ვიცი. კი, განსაკუთრებული პროექტია და დიდი ძალიან მიხარია რომ ეს სპექტაკლი ზის ჩვენს პროგრამაში, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ჟანრის ხანერია, რომ თეატრალური ძიების ახალი ხერხია და ასე შემდეგ, არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. ესე იგი ისე მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ თბილისის ყველანაირი რუკა გაგვაჩნია, მაგრამ არ გაგვაჩნია მისი ბედნიერების რუკა. ასევე იყო სხვა ქალაქისაც. ჯგუფს ქვია უხილავი კომპანიას თეატრალურს, ხოლო მუსიკოსებს ქვია იმედი და სოციალური. ანუ ეს პროექტი არის ძალიან სოციალური, არის ინტერაქტიული. ის არის დაკავშირებული კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ ადგილთან, კონკრეტულ ამბავთან და ამავე დროს სიხარულის და ბედნიერების რაც განზოგადებული თემაა. აღმოჩნდა რომ ყველა ქალაქს გააჩნია თავისი პატარა სხვადასხვა ადგილი, სადაც ადამიანები უცბად რო გროვდებიან ამ რუკასთან, მაგალითად თბილისის, რომელიც უცბად პირველივე დღეს სიხარულით გააზიარა ყველამ, გამლელმა, ფესტივალის სტაფმა, აი სიხარულით ყველამ. რო იცი რა, უცებ შენ კონცენტრებას აკეთებ იმაზე, რაც გახსენდება. კარგი. დღეს თითქოს თავიდან იმ ამბავს უკავშირდება, თითქოს დრო არც არსებობს. და ამიტომ მიხარია რომ ეს მართლაც განსაკუთრებული ჟანრით, მიმდინარეობით, მიმართულებით, მართლაც განსაკუთრებული როგორც მუსიკოსებით, ასევე მსახიობებით სპექტაკლი, ხვალ ზეგ და მაზეგ იქნება მოძრაობის თეატრში. და მიხარია რომ ჩვენ მაყურებელს საშუალება იქნება ნახოს ის რომ დიდი ბრიტანეთის თეატრი უკიდურესად მრავალფეროვანია. ეხლა ვკითხოთ ჩვენ სტუმრებს, რა რუკა გამოიკვეთა თქვა, აი ჩვენთან თბილისში I was telling a little bit about the project and why we are very happy to host you in the festival. The question is if how was it going with the mapping? In Georgia. In Georgia, in Tbilisi. What the map of Tbilisi looks like? It's been great. It's been a privilege to be here. The installation has been the busiest city we've ever done it in. და სხვათა შორის ინსტალაცია, ანუ ეს რუკას ამას ინსტალაციას უწოდებთ, ეს ინსტალაცია იყო ყველაზე დაკავებული, ყველაზე უფრო ხალხმრავალი იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც კი ჩვენ როდესმე ყოფილი ვართ. მოგენატრა ჩვენ ბედნიერები. Because you must say that we miss happiness. This is why. Not true. So people said to us that you know, the Georgians might be a bit closed and reserved, but from the first day, on the first day we had 100 memories on the map. ესე გაგვაფრთხილეს რომ შესაძლებელია ქართველებმა ესე არ გაიხსნან უცბად და ხორცდა ჩაგედგნენ, მაგრამ პირველივე დღეს 100 უცბადვე პირველივე დღეს 100 მეხსიერება უკვე დაფიქსირებული იყო ჩვენს რუკაზე. Yeah, it was just non-stop people coming in and placing memories, and so we had over 200 memories in 4 days, which is a record for us. და კონდა ესე იგი პირველივე დღიდან დაწყებული სულ ამ 4 დღის განმავლობაში 200 სრულად განსაკუთრებული მოგონება გვაქვს. ჩვენ მეტი შეგვიძლია. მგონი ეს მოგონებები ფიქსირდება სადღაც, ხო და შეგვიძლია ჩვენ რაღაცა ვირტუალურ სამყაროში. დამთხოვები იყო თუ აი დამთხოვები თუ იყო ეს საინტერესო. So the memories are fixed somewhere, like files, and we can see those memories sometimes somewhere, right? Yeah, so they all exist online. There's a big digital map of the whole world, which is hosted at bringthehappy.co.uk, and that's got all of the memories that have been left so far, so you can read everyone else's memories. კი ციფრულ რუკაზე არის დაფიქსირებული bring the happy
www.com-ზე, რომელშიც არის მთელი მსოფლიოს ესეთი მოგონებები შეკრებილი და იქ შეგიძლიათ რომ ნახოთ და ეხლა უკვე ქართულით შევუერთდა და შეგიძლიათ ყველგან ნახოთ. And the question is also is if the memories are alike somewhere, in some cities or with some people. Yeah, I think so. We've had loads about first loves. First kisses. You're very romantic. Very romantic. That is common everywhere, but mostly here. ნუ ძალიან გავს ერთმანეთს ეს მოგონებები, განსაკუთრებით პირველი სიყვარულის შესახებ, ზოგადად, მაგრამ აქ განსაკუთრებით ემთხვევა ბევრი რამე ერთმანეთს. მე მივიღე მონაწილეობა აბსოლუტურად შემთხვევით მოვხდი, იმიტომ რომ გავიარე სხვა საქმეზე თეატრში და ეს დაფა იყო რუხა იყო ინსტალაცია გაკეთებული თეატრთან და რომ მივედი დავიბენი რამ კითხეს და ბედნიერების ადგილი გაიხსენე ცხოვრების მანძილზეო და ტერიტორია აქო თბილისიო და ცოტა დავიბენი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამომიტივტივდა, მაგრამ პირველი რა თქმა უნდა გამახსენდა პირველი სიყვარული, პირველი შეხვედრა კოცნა არ მახსოვს, მე მგონი არ იყო, მაგრამ ეს იყო ვაკის პარკში. და მე რო გამიცემი? ეს თავისთავად, მაგრამ მე დავაფიქსირე ბავშვობა, რომელიც მაკავშირებს ჩემ ეზოსთან, რომელიც ვაკის პარკი არის. So what is your happiest memory in Georgia? Yours. მე ვკითხე მათი ყველაზე ბედნიერი მოგონება საქართველოში. So, on the first night that two of our musicians arrived, James and Rich, who were over there, we went to a really delicious and beautiful restaurant in the old town, and we had some of your amazing wine. And we noticed they had a piano in the corner of the restaurant. And so then we started playing the piano and singing songs. And then James on the trumpet over there saw that they had antique trumpets on the walls. So we asked the owners if we could take the trumpets down, and then we were playing the trumpets, and it was great. It was really. ეს იგი პირველი ზიარება, ასე ვთქვათ, ქართულ კულტურასთან, ძველ თბილისთან, ღვინოსთან და სუპრასთან. ყველას აერთიანებს ეს ბედნიერი მოგონება. და რამდენი სპექტაკლია, რამდენ სპექტაკლს თამაშობენ? 3 სპექტაკლია. მე უბრალოდ დამატებით მინდა კიდევ თქვა, რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგი პრესა აქვს საერთოდ ამ სპექტაკლს და მართლაც ბრიტანეთის საბჭოს პროგრამაში იყო შარშა როგორც ყველაზე გამორჩეული. ასევე მუსიკოსების შესახებ მინდა დავამატო, იმიტომ რომ გარდიანი წერს მათ შესახებ, რომ ეს არის ბრიტანულ როკ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო, 5 როკ ჯგუფს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და ესეც მინდოდა რომ მეთქვა. სპექტაკლები ხვალ იწყება, ეხლა სეტაპი მიდის კახაბაკურაძის მოძრაობის თეატრში. და ხვალ საღამოდან ხვალ იქნება ზეკ და მაზეკ. საბოლოოდ 3 სპექტაკლია. მუშტაიდის ბაღში. ახალგაზრდელი კახაბაკურაძის ხელით აშენებული თეატრი. ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი, გარემოც არის არაჩვეულებრივად კარგი და განუმარტოთ მაყურებელს, ვინც არ არის ნამყოფი, ეს არის მუშტაიდის ბაღში. ეს არის მუშტაიდის ბაღში, შესასვლელი არის 2 მუშტაიდის ბაღის ცენტრალური ნაწილი და შეგიძლიათ რომ შეხვიდე მართლა არაჩვეულებრივი გარემოა. თვითონ მსახიობების აღფრთოვანებულები დარჩნენ რომ ნახეს ის თეატრი. ტექნიკურად ყველანაირი შესაძლებლობაა და ძალიან ესეთი კარგი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჩვენთან ერთად. ეს შავი სიშავი აურა მოვიცილოთ ყველამ და ბედნიერება. კი, საოცარ პოზიტივს აცივებენ, როგორც ვერ მოვიცილეთ. იქიდან გამოხვალ ბედნიერება. ხო, გასაგებია. და შეგვიძლია კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი მოვისმინოთ, მე მგონი, ხო? One more song for us? Okay. We'll be back before the evening dances ended, while the band begin to play. We'll set off as soon as all these fires subside and let the band begin to play. Down on Carter's Alley, down the Bunny Road, we'll wash the skin we love to see.
we'll set off as soon as all these fires subsided. Let the band begin to play. If I don't return, then honor me. Write my name on a tree. Positivist. ნამდვილი რაღაცა ბედნიერი. და ბედნიერებით სავსე იქნება. ძალიან დიდი მადლობა. Thank you very much for joining us. მიბრძანდით მუშტაიდის თეატრში კახაბაკურაძის მოძრაობის მუშტაიდის პარკში კახაბაკურაძის მოძრაობის თეატრში და დაესწარეთ 3 დღის განმავლობაში ამ სპექტაკლს ხვალიდან. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და